როგორ აღმოჩნდით ქართული ოცნები და სასამართლო? გითხარით რომ არ გპასუხობთ. გითხარით რომ არ გპასუხობთ თქო. რა გაყვირებთ ქალბატონო ლელა? ქართული ოცნების პარტიული სიიდან პირდაპირ სასამართლოში. დღეს გაიცანით მოსამართლე ლელა მარიდაშვილი. მან გაუშვა ციხეში პოლიციის ნაწამები და სასტიკად ნაცემის საბას ხვიტარიძე. ხვიტარიძე რომ გეუბნებოდათ რომ მცემესო, მაწამესო, რატომ არ მოусმინეთ? მან გამოკეტა საკანში ექიმი გიორგი ახობაძე. დედა რომ მოუკვდა, ახობაძეს გაიგეთ? პოლიტიკური კარიერა საგარეჯო საკრებულოში გაიკეთა. 2 მოწვევის მეოცნებე 1 ოქტომბერს რეჟიმმა სასამართლოში გადაიყვანა. 1 ოქტომბრამდე იყავით ქართული ოცნების წევრი, საკრებულოში მუშაობდით. სასამართლოში როგორ აღმოჩნდით? რადგან არ გვპასუხობს თავად, ვიკითხეთ საგარეჯო საკრებულოში, სადაც 7 წელი ადგილზე ხალხს თავი ბიძინა ივანიშვილის ერთგულები დაამახსოვრა. საცემი უნდა სცემი. რომელი იყო საცემი? ყველა უნდა სცემი. მისი ოჯახი უფრო მეტს ამბობს, ვიდრე საბას ხვიტარიძის და გიორგი ახობაძის საქმეების მოსამართლე. თუ გაინტერესებთ ფიზიკურად და ვიზუალურად, ჩემი გადაღება კი გადაიღეთ დღეს 8 საათზე ექსკლუზიურად აქ უფრო ახლოდან გაიცანით მოსამართლეები, რომლებმაც სინდისის პატიმრებით ციხეები გადაავსეს. რეჟიმის იარაღით რატომ იქეცით? ეს ირაკლი ხუსკივაძეა, ზვია ცეცხლაძის და ღიმილის ბიჭების მოსამართლე. რატომ მოატყუეთ ცეცხლაძე და კიდევ 7 ბრალდა? რას გულისხმობ? ახალგაზრდები, ვინც ქუჩებში გარუსების წინააღმდეგ იდგნენ, ციხეში მოსამართლე ხუსკივაძის ხელმოწერით გამოკეტეს. ჩვენს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება აღარ არსებობს? მანტიაში ისინი საქართველოს სახელით საქართველოს მომავალს ასამართლებენ. მზად არიან რეჟიმის მსახურებისთვის საკუთარი თავები დაისანქცირონ. სანქციებმა შეგაწუხათ? დღეს ჩვენი კითხვები და მათი პასუხები. ვინ გეუბნებათ ესეთ სულელეები იკითხებთ? ეს მოსამართლე ენუქიძეა. ყველას ვინც აქციაზე დგას ან აჯარიმებს, ან ციხეში უშვებს. ოლიგარქისთვის ერთგულება შეფიცულ მოსამართლეებს კამერის წინ თავის მართლებაც კი უჭირთ. რატო ნერვიულობთ? ერთ-ერთი მიპასუხეთ, რატო კანკალებთ? მიპასუხეთ. ჩვენს ეპოქაში გაცოცხლებული საბჭოთა სასამართლოს პრაქტიკა. ცეცხლი ოლიგარქია! ეს ლელა ცაგარეიშვილია, მოსამართლე რომელმაც სიტყვა ოლიგარქიის ხსენების გამო პროცესიდან გააძევა რევაზ კიკნაძე, სინდისის პატიმარს ვაცის ნადიმში აღწერილი დიქტატორული რეჟიმის სახეზე ლაპარაკი არ აპატიეს. ვინ ასამართლებს თავისუფალი საქართველოს თავისუფალ თაობას? დღეს ჩვენი სპეციალური ეთერი მოსამართლეებზე. იცით რომ პოლიტიკური დავალებების შემსრულებელ მოსამართლეებს რომ ისტორია არ იმიწყებს ბატონო ირაკლი? რეჟიმს შეკერილი საქმეები თავზე ენგრევა. დღეს ჩვენს ეთერში გაჩვენებთ რაზე მიდიან თქვენს გასაჩუმებლად. 90-იან წლებში დაუბრუნდით, ნარკოტიკების ჩადება ტრენდია ისე. შაბათის გუნდმა იპოვა ოქროს მოწმე, რომელიც ნიკა კაციას საქმიდან პოლიციამ გააქრო. ჩემ მანქანაში იჯდა კი? და ხო თქვენს მანქანაში ჩაუჯდა პოლიცია. ჩემ მანქანაში ჩაუჯდა და გადაიყვანეს. პირველად და მხოლოდ შაბათის ეთერში დღეს ოქროს მოწმე მოყვება, როგორ გაიტაცეს კაცია გადაცმულმა პოლიციელებმა ტაქსიდან. მიმოყვედროს ვიცი, მანქანა მოაყენებინეს და გადაიყვანეს ეთერში. არსებობს ნავიგაციის ჩანაწერები, მაგრამ ამის გამჟღავნება რეჟიმს არ აწყობდა. 8 საათზე კი ამ ეთერში ნახეთ, როგორ გააყალბეს ვახო გომელაურის რაზმის წევრებმა რეჟიმის მოწინააღმდეგი ახალგაზრდა კაცის საქმე. გამოძიება ჩატარდა სრულყოფილად ობიექტურად საქმეზე წარმოდგენა. სრულყოფილად როგორ ჩატარდა? კადრი არ გაქვთ, ნეიტრალური მოწმე არ გყავთ. ივანიშვილის საწინააღმდეგო აქციების აქტიურ მონაწილეს სამუდამო პატიმრობა ემუქრება. მირზა ჯაფარიძე, გიორგი როსიფიძე, ლევან ხერხელაური. დღეს გაიცანით ის პოლიციელები, ვისი მონაწილეობითაც ეს საქმე შეიკერა. საქმის გაყალბება საციხო საქმეა. ხანდაზმულობის ვადა 10 წელზე მეტი. 8 საათზე მოგიყვებით, არალეგიტიმური რეჟიმი თავის სკამები რომ შეინარჩუნონ, როგორ წირავს ციხისთვის პოლიციელებს. ამ კვირაში თქვენთვის მოსაყოლი ბევრი მნიშვნელოვანი ამბავი მოვაგროვეთ. დღეს საღამოს 8 საათზე გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდი ამ სტუდიიდან წარმოგიდგენთ შაბათის ეთერს.